ბატონო ჯონდი, თქვენ ეკრანი თუ აღარ გჭირდებათ, ჩვენ გამოვთავთ და ბატონ ჯუმბერს ვთხოვ, რომ გადმოინაცვლოს მაგიდასთან. ბატონო ჯუმბერ გთხოვთ, მობრძანდით. დაგეხმარებათ სამდივნო. დაბრძანდით, აი სამდივნო დაგეხმარებათ. დაბრძანდით. ბატონო ჯუმბერ, პირველ რიგში გაგაფრთხილებთ, რომ განზრახ დაბრძანდით თუ შეიძლება. განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა კომისიის წინაშე იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე კითხვებზე უარი, თუ კითხვები იქნა და სავარაუდოდ იქნება და რა თქმა უნდა, ასევე იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კომისიის წევრების კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება. ამ გაფრთხილების დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინდებარე დოკუმენტს, თუ უკვე არ გაქვთ ეს გაფრთხილება წაკითხული და ხელმოწერილი. კალამს მოგაწვდით ბატონი ჯონდი და გთხოვთ მოაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამის შემდეგ გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი ბატონი ჯონდი დაგეხმარებათ, მადლობა ბატონო ჯონდი. და 5-7 წუთის განმავლობაში გთხოვთ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად გვითხრათ, რა შეგემთხვათ, როგორ დაირღვა თქვენი საკუთრების უფლებები 2003-2012 წლებში და შემდეგ დაგისვამთ თქვენი ნებართვით კითხვებს. გთხოვთ. კარბატონაცია და ბატონო 2005 წელში დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში და ჩავდიოდი ხოლმე რაც და მეუღლეთ. ახლობელი ყავდა და ბაჟი დადიხართ და თუ გაქვს საშუალებაო მანქანები მიყავთ აქედან და რაღაცა რჩებაო. ავდექი და არ მქონდა ძაძდელი საშუალება, ჯერ უბრალო მანქანები წამოვიღე, მერე აქ ჩავდე ბინა და საოფისე ფართი დიდი დიღობში რობაქიძის შვიდრუგაში ყოფილი სტამბა იყო ხოლმე. მარჯვენა რულიანები იყო, გადაკეთება დამჭირდა მარცხნაზე. თითქმის დამჭირდა rulis გადატანა იქ თლიანად თავის ორბედოთი და იმითით. სადღაც დაჯდა ზუსტად 3500 და 4000. თითო მანქანა, სამი მანქანა შევიძინა. ერთი 3 წელი იანვარში შევიძინა და მარტში აპრილში წამოვიდა უკვე გემით. და თუ რა ბრძანეთ დუბაიში ხდება ეს? კი. დუბაიში შეიძინეთ 3 ავტომანქანა, გაწიეთ ხარჯი მის გადაკეთებაზე, შემოტანაზე, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები და მოგაქვთ უკვე გემით საქართველოში. შემდეგ ჩამომყავს თბილისში, მაქვს ყველანაირი საბუთები, იქაური დეპარტამენტის უფროსი, პოლიციის უფროსი იძლევა, როგორ ჯუმბერ ბუზალაძეს ნება ეძლევა, შეისყიდა პატიოს სარდი და პატიოსად გადაადგილეს თავის ქვეყანაში. ბატონო ჯუმბერ, ამისათვის თქვენ ჩადეთ თქვენი ბინა თბილისში. კი, ბინა საოფისე და შვილის ბინა. ვაჟის თუ ქალიშვილის ბინა, შვილის ბინა, თქვენი ბინა და საოფისე ფართი იმისთვის, რომ ეს მანქანები შეგეძინათ. კი. შემოხვედით საქართველოში. მერე რა ხდება? მერე რა ხდება და გადამყავს სტაიანკი და სტაიანკაზე ბარკალაია მეთქო ჩემთან დააყენე უფრო გაიყიდება. ერთი მანქანა უცბად გაიყიდა. ბარკალაია ვინ არის? მასაც ჰქონდა პარტნიორივით. არა. აბა ავტოსადგომი და მაღაზია აქ თბილისში. გასაგებია. ეს მანქანა ერთი უცბად გაიყიდა. ეს არის დავაყენე ავტოსადგომზე. სად?
რომელ ავტოსადგომზე? დიღომში. დიღომში გიყენიათ ეს ორი მანქანა. მეყენა ამერიკის საელჩო მაშინ მანდ იყო ბაზარი. დიახ, იყო იქ. ბარკალაია მოვიდა, მოეწოდა ამასაც მანქანები ესმოდა კარგად და ჩემთან უფრო მალე გაიყიდება. და დაუჯერებენ ახლა და გადავიყვანი ორივე. სად გადაიყვანეთ? ამ ბარკალაიას მიდაში სად? იგივე ნაბერეზე. იქვე თბილისში, კი ბატონო. კი. გადაიყვანეთ. რომელი წელია ეს ბატონო ჯუმბერ, ხომ არ გახსოვს? 2005-ში ხდება. 2005 წელს ხდება ეს ფაქტები. კი ბატონო. შემდეგ რომი მიყვანა ერთი და მეორეც ხედავ უკვე რაღაც ჩოჩქოლია ძალიან დიდი ამ მისი თანამშრომლების ეგრევე ჩამომართვის გასაღებები. არა მეთქი რაშია საქმე. აგე საბუთები აგე ინდოეთი აგე გავაბაში კიდევ. არა სულ შევამოწმოთ. ხოლო მართალი რო ვიყავ მეთქი შეამოწმეთ ადამიანებს. არა ურეკავს ერთ-ერთი უფროსი ვინც არის მათი ტელეფონით ეთყობა ზემდგომს. ხოლო ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთ იმას, წამოიყვანეო და იმას უთხრა, ზოგადად წავიყვანოთ, წავედით. წავედით, გავყევი მე წავიმე და მაშინ სოდი იყო, წინა მხარეს უხენია ორივე. უყურებ ჩემ მანქანას გული გამისხდება. მოდის ბატონი მერაბიშვილი, ხო და მოეწონა და გადავასვა ხელი და ეცინება იქ. ერთ მანქანასაც მეორესაც. ნუ დაიწყო ზიება, მე დავუკავშირდი ბატონი ჯონდის. ავიგე რომ მეუღლესთვის უნდა და თოდუას კოდუას კიდე ნანუკასთვის. ბატონი ჯუმბერ, ესე იგი, თქვენ ეს ბარკალაიას რა ერქვა, ხო არ გახსოვთ? ვინმე გელა ბარკალაია, ბატონმა ჯონდიმ გვითხრა სახელი, რომელიც ავტოსადგომის მფლობელი იყო. ეს ავტოსადგომი კერძო იყო? კი, კერძო ავტოსადგომის მფლობელი, რომელიც რასაც თქვენ გვიყვებით, ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ იყო შეკრული მაშინდელ ვიღაცასთან, თუ საიდან დაუკავშირდა ბარკალაია კოდუას და მერაბიშვილს? არა, კოდუას და არის იქ დადიოდნენ. შეიძლება ინფორმატორი ყავდათ, რომ ავტოსადგომზე გამოჩნდა მანქანა, თუ რა მოხდა ისა რომ აი მაგას ვერ გეტყვით. რაც არ ვიცით, იმაზე ვთქვათ, რომ არ ვიცით. ფაქტია, რომ თქვენ ბატონი გელაბარკალები იყვნენ, ირეოდენ და ჩოჩქოლი ატყდა. რა მანქანები იყო ეს, რა მარკის მანქანა? Toyota Harrier, იაპონური მანქანა. ორივე. კი. Toyota. ორივეზე ატყდა ჩოჩქოლი, გადაგაყვანინეს ერთი ავტოსადგომიდან მეორეზე, ბატონი გელაბარკალაიას. არა, შემინებით გადაბარკალაია მითხრა და ბანანი მეყენა ერთი პიკაპი იყო კიდე. დიახ. ჩამოყვანილი. ხო და ეს ორი მანქანა ხო წაიყვანეს, პიკაპიც წაიყვანეს. პიკაპიც წაიყვანეს და თქვენი თვალით ნახეთ ვანო მერაბიშვილი და ერეკლე კოდუა. კი, ეს უკვე ძიების დროს ვერა კოდუასთან ქონდა შეხვედრა და საგამოძიებო უფროსი ვიცი ხო. და ვანო მერაბიშვილს რომ თავისი მეუღლისთვის, თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას თავისი მეუღლისთვის ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ. საიდან იცით? საიდან ერთი გორერს ყავდა, ჩემი მანქანისნაირი შინდისფერი თუ წითელი ფერი. ედავა ვერ წაართვა იმას. მე მომერიადეთ. და ეს კიდე ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა ორი ოპერატორით, გადამიღო, მეთქი ახდება. ეს ჩემი სამი ადვოკატი ვყავდა. არა? ისინი მიხვდნენ მეცო და მე ვერ მივხვდი უცბად. მე პრობლემას გამომაცხადა მე რუსთავის ტელევიზიაში. რომ ვარით რომ იაკუზის მაფიოსთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადავყავს დუბაიში,
და დუბაიდან მომყავს საქართველოში. იაპონურ მაფიასთან ხართ შეკრულიო, ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოგაცხადეთ რუსთავიორზე და თქვენ მაფიას მოყავდა 3 მანქანა და ეს იყო მთელი მაფიოზობა. თქვენ რომ შემოვარდა ნანული ჟორჟოლიანი კამერით გამომძიებლის ოთახში, ამ დროს რა პროცედურა მიმდინარეობდა, რაიმე საგამოძიებო? დაკითხვის დროს შემოვარდა. ვინ გკითხავდათ, გამომძიებელი თუ ერეკლე კოდუაც ესწრებოდა? მარტო იყო თუ ვინმე თანამდებობის პირიც იყო ოთახში? სამი ჩემი ადვოკატი. თქვენი ადვოკატები და გამომძიებელი. რომელ შენობაში იყო ეს დაკითხვა? ეს საბურთალოზე სოდის შენობაში, სადაც ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ნანულის მეუღლე ერეკლე კოდუა. გასაგებია. გამოგაცხადეს იაპონურ მაფიასთან შეკრულად. შემდეგ რით დამთავრდა ეს დაკითხვა და გამოძიება? კიდე ერთი რამ მოხდა დამატებით. მე ეს მანქანა ვადა გადიოდა და გავაბაჟე. დიახ. რომ ჯარიმები არა მოსულიყო. და ამ დროს რა წაიყვანეს ეს უკვე გაბაჟებული დაცვარიელებული ქონდა და ორ მოგებას თანამშრომლებს იმათაც აკიდეს სროკი. რომ ითომ ფული გადავიხადე და გავაბაჟე. რომელიც მე აუხსენე როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა გაბაჟება. არასწორად მოხდა განბაჟებაო და არასწორად ისინი დაიჭირეს და მე ჩემთან რომ დაიწყოს მართებაზე ლაპარაკი მე სანამ წამოიყვანით 20 დღეს განბაჟებული მქონდა. ფული ჩარიცხული მქონდა უკვე სალაროში. რატო გააკეთე? იმიტომ გავაკეთე რომ ჯარიმები იყო მაშინ ძალიან. რატომ იჩქარე განბაჟებაო ეს გისაყვეტურეს? იმიტომ ძიებაში გვაქვს. ეს მიზეზი იყო, მე ვის დამთავრდა გამოძიება თქვენ წინააღმდეგ ბატონო ჯუმბერ? ეს დამთავრდა ჯერ ავადმყოფობები ავიკიდა ბევრი. კერძოდ რომელი თუ საიდუმლო არ არის? შაქარი არ გჭირდათ მანამდე? არა, ისევდა ვარამზი უკვე ამიცია ძალიან. მე ყურის ბარაბანი გამისხდა ერთი მეორე ნახევარზე. გულიში სტენდირება ჩამიდგეს 4. დამაინვალიდეს რა თითქოს რა უკვე ფიზიკურად. ნერვიულობისგან. საპატიმროში იყავით? საპატიმროში ხომ არ მოგახვედრეს? არა, საპატიმროში როგორ ხა ვიჯექი ერთი წელი. იჯექით. ერთი წელი იჯექით. ერთი წელი. ამ მანქანების გამო რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ყოლოდათ თქვენი მანქანები იჯექით ციხეში, ამას გვიხსნით? რომელ ციხეში იყავით? მაშინ ორთაჭალაში. ორთაჭალაში. ეს მანქანები ვისი საკუთრება გახდა საბოლოოდ ამ ქალბატონების? არ ვიცი, მე უკვე კოდუას სამინისტროს დარჩა, მათ დარჩა უკვე რომ გახმაურდა. ფაქტია რომ წაგართვეს. გახმაურდა ეს საქმე, ალბათ უკვე პოლიტიკური პარტიის ბატონი ჯონდიც ტელევიზიით ხშირად გამოდიოდით ერთად ახსოვ. ყოველ იმაზე მახსენებდა რომელი იყო სახლიც დაკარგეთ, რომელიც ჩადებული გქონდათ. სახლები დაკარგეთ, თქვენ და თქვენმა ვაჟმა. კი. ციხეშიც მოხვდით, იმიტომ რომ ნანული ჟორჟოლიანს ყოლოდა მანქანა. და კიდე რა მოხდა? ორი წელი მომისაჯა არაშიძე იყო რუსთავიდან ახალი გადმოყვანილი. 1-3-4 სამართლე შეიცვალა, როცა გარბავში იცვლებოდა. ხოდა გამოიტანა განაჩენი 2 წელი, ერთი ჩამითვალეს იქ ყოფნაში და ერთი მიმაგრება ქვია თუ რა ქვია, იმას მაძლევენ. და კმაყოფილი ხარ და მეოთხარი არა მირჩევნია შემატრიალეთ, ეს ერთი წიგ მოიხადო მეთქი ბარე. და ადრე გამიუქმა ეს ერთი წელი დამიტოვა. პატიმრობის პირობებზე ხომ არ გვეტყვით რამეს? პატიმრობას სიმძიმეები ბევრი იყო. საკანში იყავით რამდენ პირთან ერთად? აქ ჩვენთან იყო
შვიდ საწოლი არის და 4-5 კაცი ყოველთვის ზეტი იყო ხოლმე. თითო საწოლზე 4-5 კაცით ზედმეტი იყო. ანუ თითო საწოლზე ერთის ნაცვლად 6 იყავით, ამას ამბობთ. ხო, ხან მაგდენი ავდიოდით, ხან როცა გადაყვანა იყო ხოლმე პატიმრების, ცოტა ნაკლები და ასე. საკვები? საკვები შემოქონდათ და ნუ ნერვიულობთ. თაბორშოვების დამეწყო მაგნერულობი და ეხლა საცხოვრობთ ბინები თუ დაკარგეთ მაშინ ამ კრიმინალის გამო? ახლა მე კაი ვინა მქონდა კიაჩელზე და ფირმას მივეცი აი მანაც გამოწვალა მაგრა და ბოლო დამჭა 2 ბინა ერთი ისევ სულხიდე მეორე სულხიდე და საბურთალოზე ვარ დავხელეძის ქუჩაზე გასაგებია ის ქონება რაც ჩადებული იყო დაკარგეთ ის მაშინა თუ დაკარგეთ ბატონ სოზარს ნებავდა კითხვისას ეს მანქანა ერთი რომელიც გავყიდე 30000-ად გაიყიდა და იქ ასე 16000 წერია თითო მანქანაზე რულის გადატანეს ყველაფერი და მისდა 3500-დან 4000-მდე დაუშვდა გამბაჟებას მაშინ $2000 გამოდიოდა ის ლარები რაც შევიტანე და უცბად გაიყიდა და ესეც ალბათ გაიყიდებოდა რომ დაეცდიათ ის გასაგებია ბატონო სოზარ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა თქვენ პროკურატურაში ხომ არ გიჩივლიათ იმიტომ რომ რატო გეკითხებით იცით გარდა იმისა რომ საინტერესოა იჩივლეთ თუ არა კომისიისთვის ერეკლე კოდუას და მისი მაშინდელი მეუღლის ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის ნანუკაც რომ ეძახის საკუთარ თავს და ასევე ერეკლე კოდუას შვილის მსგავსი ქმედებები მანქანებთან დაკავშირებით ცნობილი სქემა იყო ერთ-ერთ საქმეზე სხვა საქმეზე რომელიც ჩვენს კომისიაში არის შემოტანილი განაჩენიც არის დამდგარი როგორც წაართვა სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ერეკლე კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ პირს თუ არ ვცდები 2 მანქანა მინიმუმ 2 მანქანა და ერთ-ერთი მათგანი გაუფორმა თავის შვილს ანუ იმისთვის რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მოემარაგებინა მანქანებით ის რეალურად აი ბატონი ჯონდიც საუბრობდა ამაზე სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული მოცემულმა პირმა იჩივლა და განაჩენია დამდგარი კოდუას წინააღმდეგ თქვენ ხომ არ გიჩივლიათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუას და მერაბიშვილის წინააღმდეგ ესე გამაფრთხილეს არ გაბედო ტრანსპორტში წასვლა არამეთორე ვინ გაგაფრთხილათ გამოძიებელმა და ხელისუფლება რომ შეიცვალა მერე ხომ არ შეგიტანიათ პროკურატურაში საჩივარი არა მერე თვითონვე დამიძახეს და კობახიძე იყო ჩემი ადვოკატი და მას ადვოკატს და პროკურორს მოვიდა ჩხუბი რომ იმისი შოთაძეს ტელეფონი მომეციო არა შენი ტელეფონი მომეციო მე არ ვიძლევი ტელეფონს გამომძიებელ პროკურორმა უთხრა რაც არ არის გასაკვირი პასუხი შემდეგ როგორ მე შოთაძე მოვცავ თავის ტელეფონს შევა ადვოკატმა უთხრა ხო ნუ და სერიოზული გაწევ გამოწევა ჩავდა შუაში თქვენ გაიჭრით შუაში და ადვოკატი შეგეცვალათ არა უკვე მეთქი ისეთი რომელიც ბოდიში და არიბლატავებდა პროკურორს ახაც შემომხედა მეც იმანეთ ყოველ გასაგებია არა უშავს ჩვენ თქვენ იმისთვის მოგიწვიეთ და მადლობა ბატონ ჯონდის ამისთვის რომ თქვენ რაც გექნებათ ხელთ მასალები თუ გექნებათ ასეთი შემორჩენილი რომ მოგვაწოდოთ თუ არა და თქვენი დღევანდელი განცხადებები უკვე არის კომისიისთვის მტკიცებულება ყოველ შემთხვევაში იმდენი მაინც და იმ ხარისხის მაინც რომ ჩვენ თვითონ შევეცადოთ დოკუმენტების მოპოვებას
და იმედი მაქვს, რომ დარჩებით ჩვენთან თანამშრომლობის რეჟიმში. გასაგებია, რომ იმ დიდი ზიანის გამო, რომელიც თქვენ მანქანების წართმევის, სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მანქანების წართმევის შედეგად, ციხეში მოხვედრის შედეგად თქვენს ჯანმრთელობას მიადგა, შესაძლებელი შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი დისკუსია დღეს, მაგრამ მადლობას გიხდით, რომ მობრძანდით და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, თუ რასთან ქონდა საქმე. ამაზე ბატონი ჯონდიც თავიდან საუბრობდა, რომ ქმარი იყო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. ეს გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფი. კოდუას მეუღლე ნანული ნანუკა ჟორჟოლიანი იყო რუსთავიორის ჟურნალისტი, რუსთავიორისა, რომელიც თავის მხრივ იყო მიტაცებული და წართმეული კანონიერი მესაკუთრისათვის. და ქმარი დაკითხავდა ბატონ ჯუმბერ ბუზალაძეს, წართმევდა რა მანქანებს, ცოლი შემოვარდებოდა ჯერსტი საგამოძიებო მოქმედებისთვის განკუთვნილ ოთახში, ჟურნალისტი ესე ვერ უნდა ვარდებოდეს კამერით, მაგრამ ცოლისთვის როგორც ჩანს ყველაფერი იყო დაშვებული და ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ასე ვიტყოდი, ტელევიზიით და არ მხოლოდ ტელევიზიით, ფონდებს ქმნის იმისათვის, რომ ფული გაათეთროს სავარაუდოდ და აფინანსებს გარედან ცდილობს ქვეყანაში მავნებლობები და რევოლუციები დააფინანსოს წარუმატებლად. ის შემოვარდა და თქვენ ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად გააშუქა, თითქოს თქვენ იყავით იაპონელი მაფიოზი, იაპონელ მაფიოზებთან შეკრული. შემდეგ მოხვდით 1 წლით ციხეში და დაგეზიანდათ ჯანმრთელობა. ეს არის ის ფაბულა, ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. ეს რა თქმა უნდა მოხდება ჩვენს დასკვნაში, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, წევრებს თუ აქვთ შეკითხვები, ვთხოვთ დასვანეს შეკითხვები. ბატონო ჯონდი, მე მინდა 5 წუთი გამოგიყოთ. 5 წუთი გამოგიყოთ იმისათვის, რომ შეაჯამოთ თქვენი დღევანდელი მობრძანება. მე ერთ პატარა დაზუსტებას გავაკეთებ და თქვენ თუ შემდეგ უკეთესად იტყვით, კარგი იქნება. ის ფასები და ქონებები, რაც თქვენ წარმოადგენთ, არის ჯერ ერთ-ერთი იმდროინდელი ფასები. დღეს მრავალჯერ არის ის ფასები გაზრდილი. საქართველოს უნივერსიტეტისთვის გიული ალასანია სააკაშვილის დედის მიერ მითვისებული და წართმეული ქონება ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სხვა ქონებებზე რომ დღეს არაფერი ვთქვათ მეტი, არის მრავალჯერ უფრო დიდი ქონება, ვიდრე მაშინ იყო, უფრო დიდი ღირებულების და ასევე თქვენ რაც წარმოადგენთ, ეს მონაცემები არის სავარაუდოდ ზღვაში წვეთი. უკვე შთამბეჭდავი და მავნებლობის ამსახველი ცხალსახად, მაგრამ ზღვაში წვეთი იმასთან, რაც ამ ოჯახმა რეკეტის გზით და თანამდებობის გამოყენების კრიმინალის გზით წაართვა ხალხს და სახელმწიფოს და ეს არის ის ინფორმაცია, რაც თქვენ ყველანაირი, ასე ვთქვათ, სისტემის ჩაკეტილობის პირობებში გმირობის ფასად მოიპოვეთ, იმიტომ რომ მაშინ მაგალითისთვის ჩვენ რომ ვითხოვდით ინფორმაციას, საჯარო ინფორმაციას, არ ვიყავით რა დეპუტატები. არასდროს ხას ვუსვამ, არასდროს სახელმწიფო უწყებებს საჯარო ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. მე პირადად ვითხოვდი ხოლმე ამ ინფორმაციას როგორც ოპოზიციონერი, სხვა ჩემზე უფრო დიდხანს მებრძოლი კოლეგები ითხოვდნენ, არასდროს არც ერთი სახელმწიფო უწყება, ასეთი იყო სააკაშვილის დავალება, ადეიშვილის ხელმძღვანელობით, საჯარო ინფორმაციას არ გასცემდა. შესაბამისად, თქვენ რაც მოახერხეთ, როგორც ერთმა დეპუტატმა, ის ინფორმაცია წარმოადგინეთ დღეს. ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ თქვენთან, როდესაც იგეგმებოდა გასაუბრება.
თქვენ მიერ პროკურატურაში 2012 წელს არის შეტანილი საჩივარი, თუ გნებავთ ამას გადმოგცემთ, მოცულობითი 200 გვერდამდე დოკუმენტაცია სააკაშვილის და მისი ასე ვთქვათ 8 ფეხას, სწორედაც რომ მაფიოზური დაჯგუფების ოჯახის წევრების ქონებებთან დაკავშირებით და ეს არის ის, რაც მაშინ მოიპოვეთ. ჩვენი ვალია რომ ეს უკვე სხვანაირად და უფრო მასშტაბურად შევისწავლოთ, იმიტომ რომ მოქალაქეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ეს არის ყველაფერი. ეს არის ზღვაში წვეთი და მართლაც თავდადების შედეგად უიმედობის პირობებში, იმიტომ რომ იყო ოპოზიციის ხვედრი, მაშინ სრული უიმედობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის სცენაზე გამოსვლა და ჩვენი ყველას გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო. გთხოვთ ბატონო ჯონდი 5 წუთი და სხდომა უნდა დავხუროთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში განმარტებისთვის გელა ბარკალაია უბრალოდ მეწარმეა და მსხვერპლია. არაფერ შუაში არ არის. ეს არის ავტოსადგომის ფლობელი, სადაც უბრალოდ მიიყვანა ამ მანქანა დააყენა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, საქმე გაცილებით უფრო უარესად არის, უარესი და უფრო მასშტაბურია ვიდრე ჯუმბერმა ეს აღწერა. 2005 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოდის დეპარტამენტი შევიდა ყველა ავტობაზრობაზე, ყველა ავტოსადგომზე და ამოიღო 150 ჯიპის სტილის მანქანა, 150 მანქანა. ანუ მასშტაბი ხო წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ ჯუმბერი მოყვა მანრაისის მის შესახებ. ამ 150 მანქანაში ყველა ჯიპები იყო, მოყვა ჯუმბერის 3 ჯიპი და 1 ამერიკის მოქალაქის მანქანა იყო ასევე და წარმოიდგინეთ 150-დან 158 ხმის ამოღება ვერ გაბედა. ეხლა მანქანა რო წაართვა კაც კი არა, ცუდად რო გადახედო 9-ჯერ გიჩივლებს ალბათ, ხო? ანუ ამით მე ცუდი 9-ჯერ ჩივილი შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ სისტემას შორის როგორი განსხვავება, ამას მინდა ხაზი გაუსვა. 2 კაცი მოვიდა ჩემთან, ჯუმბერ ბუზალაძე და ეს ამერიკის მოქალაქე. მე განუმარტე ჯუმბერისაც და ამერიკის მოქალაქესაც, რომ ეს იქნება რთული საქმე, ჩემ პოლიტიკოსთან რისთვის მიდიან. მაშინ სხვა პირის, ანუ სხვა 2005 წელს ყველა მაგათ ხალხის მაგათ ხარეს იყო. ჯერ კიდე არ იყო ეს სახე მიღებული. და მე ვუთხარი რომ რთული ომი იქნება და დაგიპირისპირდებიან თქო მე მზად ვარ საინფორმაციო ომისთვის და თქო ჯუმბერმა მითხრა რომ მე რაც ეხლა თქვა რომ მე 3 ბინა ჩავდო 13 შვილი ყავდა იმ მომენტში მას ამათ 13 შვილი უსახკარო დავტოვო მე ანუ რომ ვერ დავიხე უკანო და მზად ვარ ამ ომისთვის იგივე თქო ამერიკის მოქალაქე მაგრამ მეორე დღეს ეთყობა ან დაუბრუნეს ან მოკლედ ეს იყო პედაგოგი საელჩოს თანამშრომელთა სკოლაში ლექციას კითხულობდა გესმით ხო ამერიკის შეერთებული შტატების და საელჩოს და მათი ურთიერთობები და ან დაალაგეს გააჩენს ან დაუბრუნეს ამ სუსტად ვერ ვიტყვი მოვიდა მითხრა რომ მე გავედი ამ ომიდანო და კი ბატონო ახლა მე რა უფლება მქონდა ხარ დავაძალებდი ჩავატარეთ ბრიფინგი პირველი ბრიფინგი და წამოვიწყეთ საინფორმაციო ომი ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტები იმდენად ქვასხეთ ხავდა რა ჩვენ მქონდა პირდაპირ ბანდიტიზმის მაგალითად რაც ამან მოყვა ხო მეორე დღეს მე მომიწია ბათუმში წასვლა და მირეკავენ ჩემი იურისტები რომ ჯუმბერს აკავებენო და მე ვთხარ უნდა გაყვეთ და გამოიყვანოთ მე და აი მიყვებით მაგრამ ჩვენ არ გვატანენო მოკლედ რა მე შევეცადე რომ დავლაპარაკებოდი ვინმეს ესე იგი ვინც იქ ამაში მონაწილეობდა უარის თქო შემთან სატელეფონო კავშირში მე ბათუმში ვარ მოკლედ მე ვთხარი მაშინ მე მოbrunდებით თქო მოbrunდი ჩამოვედი იმ დღეს ვერ მოასწარი ჩამოსვლა ჯუმბერის სოდის დეპარტამენტში მიიყვანეს ხო განახორციელა ეს 150 მანქანის ამოღება სოდმა პირდაპირ ერეკლე კოდუას ბრძანებით 150 და ჩემი დარწმუნებით პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითონ დადიოდა მარამერაბეშვილი ამ თვითონ ღირებულობდა მონაწილეობას და ისე ამის 150 მანქანა ახლა 150 ნემსი ხო არ არის ამოიღოთ რომ პრეზიდენტს ეს არ სოდნოდა ხო გაიგო მე ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრიფინგებიდან მოკლედ ჯუმბერს პირდაპირ ბრალიდაზეს რატომ მიხვედი ჯონდი ბაღათურიასთან ამაში და როცა აღკვეთ ღონისძიებას აი ეხლა რასაც მოგიყვებით ეს არის სახე სისტემის როცა აღკვეთ ღონისძიება განიხილებოდა სასამართლოზე ხო უნდა წარადგინონ რატომ ცდილობენ დაკავებას წარმოადგენს გადაუთარგმნელი ინგლისურ ენაზე ინტერპოლის მოპარულ მანქანათა სია და აქედან ესეთი შემოხაზული აქვთ
ამას რომელი მანქანების მოპარვაშის ბრალი ედება ის მანქანები. მე მოვითხოვე გადათარგმნა და ხლა იცოდნენ ჩვენმა იურისტებმა თარგმნა და აღმოჩნდა რომ ეს მანქანები ერთი მინივენია, ერთი სედანია და ამის სამია ჯიპია. ანუ ჭიქა რო გქონდეთ თქვენ და ბოთლი იყოს დაკარგული და ბოთლის კურდომაში ჭიქის ფლობელს რო ბრალი დაგდოთ. და ნუ კურიოზი მოხდა რა სასამართლოს ხდომაზე. ანუ ბრალი ედება ისეთი რაღაცის კურდომაში რაც ამას არა აქვს. ნიტკიცება ასეთი არსებობს. და არც ქონია. არც ქონია. და შეწყდა სასამართლოს ხდომა, შესვენება გამოაცხადა და მე პროკურორს დაველაპარაკე რა, გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი რომ ხო გესმის მეთქი, ამ საქმეს არ დავტოვებ მეთქი რა. და ესენი ასე დიდხანს ვერ შერჩებიან მეთქი და ცოტა უხეშად კი გამომივიდეთ რომ პასუხის კანონის წინაშე ამის გამო პასუხისგება მოგიწევს მეთქი რა, რო იცოდეთ ხო და კაი კაცი იყო გარდაცვლილი აღარ მინდა გარდაიცვალა მე და მე რას მერჩიო ბატონო ჯონზე მე ვთხარი მინიმუმ ეხლა აღკვეთი ღონისძიება ანუ პატიმრობა არ მოითხოვო თქო და ბრალდება იყოს და კი ბატონო ვიბრძოლოთ ერთმანეთში მაგრამ აღკვეთი ღონისძიება რას ლაპარაკობ დამიჭერენო პროკურორი მეუბნება სიტყვა სიტყვით უნდა გითხრათ ეხლა გაგრძელება როგორ დაგიჭერენ მეთქი და აბა ეს როგორ აყავ დაჭერილიო საუბარი საქმის პროკურორთან რომელმაც იცოდა აბა ეს როგორ ტყუილად ყავთო დაჭერილიო აი ეს იყო ეს არის სახე როგორი მასაჟულება გქონდა ჩვენ მაგ დროისთვის მე მინდა წარმოგიდგინოთ დოკუმენტი რომელიც სასამართლოზე წარმოადგინეთ ეს სასამართლოს სისტემა როგორ იყო ბოდიში უბრალოდ უნდა გადავიდე ძალიან მოკლედ სააკაშვილი პრეზიდენტიც არ იყო სასამართლო რეფორმების შევადაროთ ახლა როგორ განახორციელა სასამართლო საკადრო რეფორმა ჯერ ფორმალურად პრეზიდენტი არ იყო სახელმწიფო გადატრიალების გით უბრალოდ რაღაც არაფორმალური ბანდიტი იყო ჩეულები გიჟი რომელიც მე ვარ ყველაფერი საათზე ასე გავხსოთ ეს კადრები საათზე რომ დაიხედა და მოვდივარ სასამართლოში და დამხტეს ჭანტურია ლადო ჭანტურია გადამდგა და ლადო ჭანტურია გადადგა დაიხედა ამ 15 წუთში მოვდივარ აქ დადიოდა თავის ბანდასთან ეს კრიმინალური ბანდა იყო მე მქონდა სანამ ესენი ამ კრიმინალურ ბანდასთან მისავდა მე შეჯახებები როგორც პოლიტიკურ ესენი მოქმედებდნენ მაშინ ძალიან პირდაპირ ბანდიტურად ახლა ჩვეულებრივი კრიმინალები ეს არის დოკუმენტი რომელიც ხმის არ უთქვამს ამას სანამ იყიდდა ამ მანქანებს ჯუმბერმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დუბაის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანებული ემირატების შინაგან საქმეთა სამინისტროს იკითხა ამ მანქანების წარმომავლობის კანონირება მიიღო დასტური ეს კანონიერი მანქანებია ეს დოკუმენტები სასამართლოზე იდო გასაგებია და სასამართლომ მაინც განაჩენი გამოუტანა შემდგომში ნანუკა ჟორჟოლიანი იყო უბრალოდ კატასტროფა როგორ პირველივე მე ჩამოსული არ ვიყავ ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაერთო ნანული ჟორჟოლიანი როგორც ოფიციალურად მას ქვია პირდაპირ ძალიან ვთხოვ ახლა რუსთავიორს შეურაცხყოფს ვერ მაგე მაშინდელ რუსთავიორზე არის ლაპარაკი ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დანამატი იყო სადამსჯელო რეპრესიული აპარატის რომელიც წოდებული გამარჯვებული ხალხის ტელევიზია რომელიც ჩაერთო ჩვენთან საინფორმაციო ომში ნანუკა ჟორჟოლიანმა ბრალი და არც მეტი არც ნაკლები რაშიც ამათმაც დადეს ბრალი იაპონურ მაფია იაკუზასთან კავშირში და ამა შაქრის ეხა იმიტომ ვერ ლაპარაკობდა შაქრის დიაბეტი დაემართა ნერვიულობის ნიადაგზე 1000 გვარი მაგრამ ერთი წელზე მეტი მე თორსტები რა ერთი წელი ციხეში იჯდა 7 კაციან საგანში სადაც 5-12 კაცი იყო და რიგრიგობით რო იძინებდნენ წარმოიდგინეთ ამასაკის და დიაბეტი დაავადებული ადამიანი მადლობა ბატონო ჯონდი ნიშანდობლივია რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში მუშაობს მუმიად ეს კრიმინალი რომელმაც გაუბედურა ჩვენი ქვეყანა და მე ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც სათავეში ედგა ამ კომისიის შექმნის იდეას, იმიტომ რომ ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, იქნება მისთვის განაჩენიც.
მორიგი, იმიტომ რომ ის ვერ შევა ისტორიაში, თუ გვისმენს რომ იცოდეს. სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი, ის ვერ შევა ისტორიაში როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ბატონი ჯუმბერის მსგავსად არაერთ ოჯახს და თითქმის ყველა ოჯახს. ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ აწარმოა მერაბიშვილთან და შალვა ჯანაშვილთან ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში. კიდევ უფრო გამყარდა საოკუპაციო ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა, რომელმაც დაკარგა დალის ხეობა აფხაზეთში, ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ერთადერთი იყო იქ მაცხოვრებლების შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამც თუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხმა თქვენ ბრძანეთ 2005 წელს ხალხი ჯერ კიდე მის მხარეს იყო. ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს აშენებისთვის, მან ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა და ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არ არის, სადაც ის არის, საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში. ბატონმა ალუ და ღუდუშაურმა წეღანა რჩევა მომცადა, მინდა ეს რჩევა რა კი გვეჩქარება მისი ნებართვით გავახმოვანო. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტზე, იმ უმსგავსობაზე, რაც გიული ალასანიამ ჩაიდინა, როდესაც თავის შვილთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა ქონება და იქ საკუთარი ბიზნესი მოიწყო. ამ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს. არაერთი სტუდენტი, დიდი უმრავლესობა იქ უკვე ნასწავლი გამოშვებულების ან ამჟამად მყოფი სტუდენტებისა, ძალიან თავიანთი ოჯახების ბევრი ძალისხმევის შედეგად იმდით თანხებს იხდიან, რომელიც გიული ალასანიას ჯიბეში მიდის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები დადგნენ. ჩვენ მათ რა თქმა უნდა პატივისცემას უდასტურებთ, ბატონი ალუდას რჩევა იყო ეს, რომ საჯაროდ გვეთქვა და ვამბობ ამას კომისიის სახელით, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ცოდნის უფლება. კერძოდ ცოდნის უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ომის წინა დღეებში სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს წაართვა ქონება, მისცა საკუთარ დედას და ამ დედამ იქ შექმნა საკუთარი ბიზნესი და ამას დაერქვა საქართველოს უნივერსიტეტი. იქ მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც კიდევ ერთხელ უდასტურებთ პატივისცემას, მათი უფლება ამის შესახებ უბრალოდ იცოდნენ. მადლობა მობრძანებისთვის, ხტომას დახურულად ვაცხადებ და გადავინაცვლოთ პლენარული ხტომის დარბაზში.